არსებობს თუ არა ჯოჯოხეთი და 64. ეგ რომ არ არსებობდეს, ეხლა ამ სიცხეში, ამდენი ხანი ესე ვილაპარაკები. რა გურჯის მაშინ, თუ ეგ არ არის, რატო შევიკრიბეთ? ზოგი იფშიშორიდან მოხვედი და რატო მოხვედი, თუ ეგ არ არის? ან მე რატო მოვდივარ, რატო ვლაპარაკობ, აი თუ არ მჯერა, რომ ეს არის, რატო ვაკეთებ ამას? რა აზრი აქვს მაშინ ამ ლაპარაკს, იმ ანიმაციის ყურებას, იმ ტაძარში ყოფნას, იმ აღსარებას თუ ზიარებას, თუ ეგ არ არის და თუ ეგ ყველაფერი ტყუილად მიგვაჩნია, მაშინ რა აზრი აქვს? ჩვენი შეკრებების მთავარი მიზანი ეგ არის, რომ ჩვენ ღმერთი ვიპოვოთ, ღმერთს უერთგულოთ და ჩვენი სული გადავირჩიოთ. ამ წუთის სოფელში ადამიანს შეუძლია სასუფეველის სიხარული განიცადოს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ჯოჯოხეთის ტანჯაც განიცადოს. ოღონ არასრულად, რა თქმა უნდა. არც სიხარული აქვს სრულყოფილი და არც მწუხარება. სასუფეველშია მარადიული სიხარული და ჯოჯოხეთშია მარადიული სატანჯველი.